მაკა ბოჭორიშვილს გულახდილად გეტყვით ჩემს დაკვირვებაზე ვისაუბროთ და ანალიზ შემოგთავაზე ჩემსას უთყდება რომ ამ ხელისუფლების ქართული ოცნების ხელისუფლების წევრია უთყდება ნაწილობრივ ერთის მხრივ უნდა რომ იყოს ხელისუფლებაში თქვათ საგარეო საქმეთა მინისტრია ხალხო რაზე ლაპარაკობთ დამოუკიდებელი ფორმალურად მაინც დამოუკიდებელი საქართველოს და იურე აგრეთვე დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია მაგრამ მეორე მხრივ ერთ ცხვინებას ცხვენია იმიტომ რომ დანარჩენები ან ბევრი ყოველ შემთხვევაში მისი აზრით ბანძები არიან არასწორი სიტყვა შესაძლოა მაგრამ აი დაბალ ინტელექტუალები სუნიანები არიან მაკა ბოჭორიშვილმა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ისე როგორც ბევრმა არც იცის აი მაგალითად დეპუტატების გარკვეული ნაწილის გვარსახელები ვერც ცნობს მათ აი ქუჩაში რომ შეხვდეს სადმე არა პარლამენტში ან თავრობაში არამედ არა ქართულ ოცნებაში არამედ სადმე აი ყაზბეგის გამზირზე თუ გამოდის არც ერთი მათგანი არ გამოდის ეგრე მაგის პასუხია ყაზბეგზე თუ ჭავჭავაძეზე მაგრამ თეორიულად რო გადაეკვეთოს სადმე კაფე რესტორანში და ასე შემდეგ სადმე კორპორატივკაზე კორპორატივკები ხო ამათ ყოველ ორ დღეში ერთხელ კორპორატივკები აქვთ ხო შარაფობენ ტიპები რა რო გადაეკვეთოს შეიძლება დაუქნიოს თავი მაგრამ გვარი ვერ გაიხსენოს იმ დეპუტატისა ცხენია ალბათონ მაგას ერთის მხრივ მაგრამ მეორეს მხრივ არ შეუძლია გამოსვლა ამ მოჯადოებული წრიდან იმიტომ რომ ის საგარეო საქმეთა აზე ლაპარაკობთ ხალხს საგარეო საქმეთა მინისტრად დატო და აირჩიეს პირი და ანიშნეს პირი რომელიც ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის მოვალეობის შემსრულების მძღოლის არავის არ ვაკნინებ რა საკვირველია მძღოლის მდიუნის პოზიციაზეც არ უნდა იყოს მისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით მისი ცოდნით ინგლისურს არ გულისხმობ არ უნდა იყოს მისი ქცევით მისი ლექსიკით მისი მიდგომებით მისი პოლიტიკით არ უნდა იყოს ელჩის მოადგილის მძღოლის მოადგილის თანამდებობაზეც კი ოღონდ არავის არც მძღოლს არც მოადგილეს არც კიდე მოადგილეს და არც არავის არ ვაკნინებს ხადია როდესაც ხელისუფლება შეიძლება მაკა ბოჭორიშვილი ხომ ყველა კარგად ხვდებით რომ სახში ჩარჩება არ ვიცი მისი რა თანხა აქვს დეკლარაცია გამოქვეყნებულია აქვს და არ მიძიებია გადანახული აქვს თუ არა რამდენიმე 1000 2000 100000 თუ მილიონი დოლარი ალბათ 1 მილიონი არ ექნება ალბათ კი ნამდვილად არ ექნება მაგრამ ის თანხა უნდა იმყოფინოს არ ვიცი მისი მეუღლე სად მუშაობს რა ბიზნესი აქვს თუ აქვს რამ ბიზნესი საიდან ექნება მიმდინარე შემოსავალი უნდა ჩარჩეს ჩაბუდდეს სახლში უნდა პულტით ესე იმედზე თუ იქნება იმხანად იმედი გადაახვიოს ხოლმე და უნდა მჯიღი იცეს გულში და თქვას რომ ოხრასაშინელი ხელისუფლება მოვიდა და უნდა ჩააცხოს ხოლმე თხელი ხელები აქვს პერაშკები ან არ ვიცი რაღაცა ბორში გააკეთოს ხოლმე რუსული ეს ყველაფერი ასაკვირია ვუტრინებ ამ ყველაფერს ასაკვირია ვუტრინებ მაგრამ რეალობა ხო ასეთია მაგრამ თავარი მაინც სათქმელი მაინც ეს არის მაკა ბოჭორიშვილს უთყდება რომ ამ ხელისუფლების თანანაწილია ცხადია საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი კობახიძესთან იქნებოდა შეთანხმებული ეს კიდე ცალკე თემა რაც ბრძანა ბოჭორიშვილმა მოლდოვაში ყოფნისას მოლდოვაში ხო რჩდები არ რჩდები მაგრამ ეს მისგან წარმოთქმული სიტყვა მან თქვა ეს ყველაფერი და ჩავიკითხავ რამდენიმე აბზაცს ვრცელია სიტყვა და თქვენის ნებართვით ყველაფერს არ გაგაცნობ ნახეთ როგორ იწყებს გამოსვლის და საწყისში სურს მტკიცე სოლიდარობა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ რუსეთის განგრძობადი აგრესიით გამოწვეული ტანჯვისა და მსხვერპლის ფონზე ოხერი და ტიალი რა უკრაინელი ხალხის მიმართ რა საკვირველია ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოსახატია მაგრამ როგორ არის ოთხწელიწად ნახევარია ამათ ერთხელაც არ უხსენებიათ ამ უკრაინელი ხალხის ბელადები ამ ქვეყნელი ლიდერები უფრო ზუსტი რომ იყო ზელენსკის მთავრობა ასევე ტანჯვასა და მძიმე მდგომარეობაში ყოფი როგორ არის რომ მარტო ხალხზე ლაპარაკობ რაც ცხადია სალაპარაკოა აქვე დავადასტურებ მაგრამ არასოდეს არასდიდებით ესენი არ ახსენებენ უკრაინის ხელისუფლებას რომელსაც პირველ ყოვლისა ებრძვის როგორც ლიდერს ხალხისა ებრძვის რუსეთის დამპალი და საშინელი იმპერია მაგრამ ესეც არ არის მთავარი დღეს ევროპის წინაშე მრავალი გამოწვევა დგას აგზელებს ბოჭორიშვილი ანუ პირველი წინადადებები რო წარმოთქვა ეს არის ერთგვარი გადმობალანსება ხდებიან ესენი რომ კატასტროფულ მდგომარეობაშია რუსეთი და ახლა მაკა ბოჭორიშვილი კი არა მანჯავიძე რო ყავთ ჭყალებში ექსპერტი ისიც კი ხდება რომ უნდა ელაპარაკოს
პუტინის სიავეებზე, რუსეთის სიავეებზე და გადმოაბალანსოს, იმიტომ რომ სადღაც ფეხი დაიტოვოს ქართული ოცნების ხელისუფლებამ უკრაინასთან ურთიერთობაში. ამიტომაც შეხვდა, ან შეხვდება სიბიხას ორი ჯერზე მაკა ბოჭორიშვილი, ამიტომაც რო გამოუწოდა ხელი ზელენსკიმ, ჩამოვართვა ხელი ირაკლი კობახიძემ, აბა რას იზავდა, თქვენგანი მეტყვის, ასაკურული აბა რას იზავდა, მაგრამ ეს ხო წინასწარ იყო შეჯერებული უმრავლეს უფრო სწორი ანალიზი ეს არის. შეთანხმებული რომ ეს კომუნიკაცია შედგებოდა თუნდაც სამწუთიანი და ასე შემდეგ. ესენი ცდილობენ ახლა ხვდებიან რა რომ რუსეთს ეხება, იქ რაღაცა აფეთქდა, იქ რაღაცა გადაფეთქდა, იქ რუსეთი წინ ვერ მიიწევს, იქ რუსეთი უკან იხევს, იქ რუსეთს 1000 კაცი უკდება დღეში 1500 ხანდახანზე ხშირად იქ ტრამპი და ძინპინი შეხვდნენ ერთმანეთს და შეიძლება მოილაპარაკეს ნაწილობრივ და გაგრძელდეს მათი მოლაპარაკებები სწორედ რუსეთის შებორკვასთან დაკავშირებით, შეჭმუხნასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ესენი ეხლა ცდილობენ რომ ბიჭო ჩვენ იცი რა არის, თითქოს ესენი არ იყვნენ უკრაინას ხალხსაც მათ შორის და უკრაინას როგორც სახელმწიფოს რომ აკრიტიკებდნენ და მათი მარცხი ამ სახელმწიფოს ხალხისა და სახელმწიფოს მარცხი რომ უნდოდა მათ შორის ბოჭორიშვილს, მაგრამ ახლა იცით რა არის, ახლა სვეცკაობის დროა. სვეცკაობა კი აღარ მიიღეს ამგვარ ფორუმზე, ხო სვეცკაობის დროს კი არ შეიძლება რამ კრიტიკული თქვა, მაგრამ აქ სიგიჟეებს ამბობს ეს იხოჩიცე იკოლიცა მინისტრი, რომელიც აქ იგითხარით ბორშს ამზადებს ხოლმე, უამზადებს უკვე მომავალში გარწმუნებთ ვერ გადავა ჩაკაფულსა თუ საცივზე. ეხლა გეტყვით რას ამბობს დამატებით. დღეს ევროპის წინაშე მრავალი გამოწვევა დგას. თუმცა ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, სიგიჟე, რომელიც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა. ანუ აქ იხსენებს 50-იან წლებს გასული საუკუნისა და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, მაგრამ ძირითადად სავაჭრო ურთიერთობების მოგვარებისათვის, თავისუფალი ვაჭრობისათვის შედგა ის შეთანხმება ევროკავშირის თაობაზე გასულ საუკუნეში, რომ ვიცოდეთ მაინც და მათ შორის შედგა იმის გამოც, რომ ეს კონფლიქტები როგორც ასეთი ევროპაში და მართლაც დასრულდა. მერე კონფლიქტები როგორც ასეთი დასრულებულიყო. ამას ეხება რეალურად ეს შეთანხმება ევროკავშირის დაფუძნების თაობაზე დეკლარაცია, რომელიც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა. არანაკლებ საშიშია სიმართლის რელატივიზაცია, ამბობს მაკა ბოჭორიშვილი, ორმაგი სტანდარტები პოლიტიკური კონიუნქტურისათვის ღირებულებების გადაფასება და დემოკრატიის სახელით თავად დემოკრატიის პრინციპების დასუსტება. დღეს ჩვენი შეხვედრის რაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე ოფს, მაკა მართლა ბორშის გაკეთება დომებია შენ და ჩვენ რაშუაში ვართ, რაც მოგივა მაკაია, ყველა შენი თავითაო, ვერ ვთარგმნე კი არა, ვერ ჩავსვით მაშინ, ესმის და უნდა მაპატიოთ. უღეთ ეს სამი ტელევიზია რეალურად არის რუსეთის ქართული ოცნების და ასევე რუსეთის საცეცი. ამ სამ ტელევიზიას დავალებული ჰქონდა სამი ტელევიზიის 6 თანამშრომელს, ანუ ოპერატორს, ჟურნალისტს და ჟურნალისტს. დავალებული ჰქონდათ რომ იქ რომ მოხდებოდნენ მოლდოვის ამ ფორუმზე კულისებში თუ დერეფნებში ეკითხათ ევროპელებისათვის და დამწყე აუდიტორიის ცალკეული წარმომადგენლებისათვის ის დებილობები, რასაც ავრცელებს ტელეკომპანია იმედი, ისევე როგორც პოსტივი და ისევე როგორც რუსთავი 2, რეალურად არის დასავლეთის გაშავებით და კავებული, ისინი ღონისძიების გასაშუქებლად კი არ ჩასულან. იქ რას იტყოდა მაკა ბოჭორიშვილი, ყველაზე მაქსიმუმ ამას გააშუქებდნენ. რეალურად იქ რას იტყოდნენ, რა ტენდენციები იქნებოდა, რა საინფორმაციო პოლიტიკა კი არა, რა პოლიტიკის გატარების მცდელობა ექნებოდათ დამსწრე აუდიტორიას და სპიკერებს, ვინ როგორი სიტყვით წარსდგებოდა, რა სიტყოდა სანდუ მაგალითად რაღაცა მოლდოვაშია ეს, რა სიტყოდნენ სხვა სტუმრები, ამაზე მას ფიზლები თუ სტუმრები, ამაზე კი არ გაამახვილებდა ყურადღებას იმედი რუსთავი 2 თუ პოსტივი, არამედ გამოიჭერდა რომელი დებილები ვითვრდარბიან ხოლმე, გამოიჭერდა რომელიმე არ ვიცი ევროპარლამენტარის პირობითად და კითხავდა აი პოლონეთში რომ ისა რაღაც გეიქორწინება და აკანონიზაც ასე არ არის, სხვა გვარი რამ მოხდა, მაგრამ მაინც ამაზე რა სიტყვით და ამაზე ატეხავდნენ დიდ ამბავს და ანტიდასავლურ და შესაბამისად პრორუსულ პოლიტიკა რიტორიკას შეუწყობდნენ და პრორუსული მესიჯების გავრცელებელ ქართულ საზოგადოებაში შეუწყობდნენ ხელს. საკუთარი კი არა, ხელისუფლება წოდებული ბანდის შიდა პოლიტიკის, შიდა საინფორმაციო პოლიტიკის
გატარებას დაიწყებდნენ და არა იმ ღონისძიების გაშუქებით არ დაკავდებოდნენ არასდიდებით. ოღონდ მაკა ბოჭორიშვილის დანაშაული არა სისხლის სამართლებრივი ცხადია, მაგრამ მაინც დანაშაული თქვენის ნებართვით ასე ვიტყვი უბჭყალებოდ ვიტყვი ამ სიტყვას წარმოთქვა ამ სიტყვას არის სხვა რამეს ის უთანაბრებს ტრაგედიას უკრაინელი ხალხისა ან უკრაინული სახელმწიფოსი უთანაბრებს ამ ძღინკიანი ჟურნალისტების არ შეშვებას მოლდოვაში ამ შემთხვევაში მოლდოვა არ არის frontline country, მაგრამ მოლდოვა არის უკრაინის გვერდში მდგომი სახელმწიფო და აი ეს სტოლობის ნიშნის დასმა კატასტროფასა და სამი ძღინკიანი ჟურნალისტის არ შეშვებაში მოლდოვაში, სადღაც მოლდოვაში ასე ვიტყვი ხო, არის მაკა ბოჭორიშვილის უკვე მეორე იანუსი ხო, მეორე სახე. ორ სახა, არა, მრავალ სახა არის ბოჭორიშვილი, უთხრება აკითხარით, მას ყოფნა სუნიანებთან, ბანძებთან, რომლებიც ამას ავალებენ პაპუაშვილთან უთხრდება, მაგრამ მეორე მხრივ იცნობს პაპუაშვილს, მაგრამ მეორე მხრივ სხვაგან ხო ვერ წავა, იმიტომ რომ შესანიშნავად უწყის მაკაია ბოჭორიშვილმა რომ სხვაგან მას არანაირი შანსი არ აქვს, ხოშვის ლევან დავითაშვილისაგან განსხვავებით, რომელიც ასაკვირველი რაღაც უამრავი ამია ლობიზმზე შეგვიძლია ლაპარაკი მთავრობის წევრი იყო ცოტა ხნის წინ ახლა რაღაც CEO გახდა ერთ-ერთი იტალიური სოკარის კომპანიისა და ბევრი რამის თქმა ლევან დავითაშვილს ჰქონდა შანსი რომ გადაბარგებულიყო მაკა ბოჭორიშვილს ამგვარი შანსიც კი არ ეკნება ბოლო წლებში ჩემი ქვეყნის კრიტიკა ზოგიერთისათვის ყველაზე მიმზიდველ საქმიანობად იქცა ამ ამბავსაც იყენებს მაკა ბოჭორიშვილი ოღონდ ავიწყდება და ჩვენს საზოგადოებას ავიწყებს თითქოს რატომ აკრიტიკებდნენ ჩვენს ქვეყანას ერთი მისი ქვეყანა რუსეთია მაგრამ თუ მაინც და მაინც საქართველოს ლაპარაკობს ხადია რატომ იქცა ეს ეგრეთ წოდებულ მიმზიდველ საქმიანობად იმიტომ რომ დააკვირდეს თავად რუსთავიორს იმედს საზოგადოებრივ მაუწყებელს პოსტივის აი მაგალითად დააკვირდეს შალვა რამიშვილს რომელმაც ხოდაშორის ჩემი კრიტიკისას რამდენადაც მითხრეს ხო იქ რაღაც ხანდახან ეს მაშაყირებს მისეული გაგებით იქ თქვა ერთგან მე ვამბობ ჩემს განათლებაში უკრაინის გამარჯვება ჩვენი გამარჯვების თულფასია ჩვენი გამარჯვების საწინდარია და იქ სწორედ აი ვერ შეიკავა პროპაგანდისტმა კაცმა თავი და რატო არისო უკრაინის გამარჯვება ჩვენი გამარჯვების საწინდარი სწორედაც რომ პირიქით ეს ცნობილი ვიდეოა ქსელში ტრიალებს ეს ფრაგმენტი მაინც და მაინც ჩემი მონაკვეთი არა შალვა რამიშვილის პასუხი ამას როცა ამბობს ხელისუფლების მიერ თოჯინასავით მოქოქილი შალვა ია რამიშვილი ან პოსტივი ზოგადად ან ქართული ეგრეთ წოდებული მედია უნებრივია რომ კრიტიკას დაიმსახურებს და ეს არ არის არავის ჰობი ან მიმზიდველი საქმიანობა ეს არის რეალური სიმართლე ამას ხაღადებს რა შალვა რამიშვილი ამბობს რა ვასილ მაღლაფერიძე სხვა შემთხვევაში სხვა რამეს და კიდე რა ვიცით რუსთავი მთელი რუსთავი გადართეთ და ნახეთ ანუ ამბობს ქართული ოცნება და ქართული ოცნების წევრია მაკა ბოჭორიშვილი ჩემი ოჯახის წევრი კი არ არის რომ იყოს მიიღებდა პასუხს ყოფირავდა ვიტყვი გაგდებულიც იქნებოდა ოჯახიდან მეთქი კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია, მაგრამ მასთან აბალანსებს. ნახეთ, კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია, მაგრამ უნდა და უთხრდება. უნდა პროევროპულება, მაგრამ იცის რომ ჩამოვა შეიძლება ყობახიძემ ხელი დაუბრახუნოს მაგიდაზე. შალვა პაპუაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა მით უფრო. ამიტომ თან ამბობს, თან არ ამბობს. მაგრამ აი ეს სუეცით რაღაც კავშირები არის ჩართული მის თულთან წყობილ წინადადებებში. როდესაც პოლიტიკური მიზნები ფაქტზე მაღლა დგება, ეს უკვე არა დემოკრატიის გაძლიერების, არამედ ნდობის რღვევას ემსახურება. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ლაპარაკობთ საგარეო საქმეთა მინისტრზე ქვეყნისა, რომლის წინააღმდეგაც ეუთობა ამოქმედა მოსკოვის მექანიზმები, ანუ ვენის მექანიზმები კი არა და წყალტუბოს მექანიზმები. ეს უკანასკნელი ცხადი არ არსებობს და ვუტრირებ. არამედ მოსკოვის მექანიზმები და ამ მექანიზმების პარალელში, ამ მექანიზმების სრული ამოქმედების შემდეგ ჩვენ შეიძლება კი არა ნამდვილად მივალთ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში და კონკრეტული პირები, ვინც ის და იქნებიან დაჭირები მაკა ბოჭორიშვილი მათ შორის არ იქნება მაკა ბოჭორიშვილი ხელს დაიბაც და ბორშის გაკეთებით იქნება დაკავებული. თვალთმა ქცობა მისივე სიტყვებია დემოკრატიის უკუსვაზე წუხილი ის იმ ქვეყანაზე ვლაპარაკობთ რომლის წინააღმდეგაც აამოქმედეს აკითხავთ მოსკოვის მექანიზმები და რომელმაც გარკვეულზე მაღალი ან გარკვეულზე დაბალი თუ გნებავთ. ალბათობით გამოიყენა
ქიმიური იარაღი და ქიმიური იარაღი რომც არ გამოიყენებინა 28 ნოემბრიდან 3, 4, 5 დეკემბრის ჩათვლით 2024 წელს რაც ჩაიდინა სულ არ გამოიყენებინა ქიმიური იარაღი ეს უკვე არის საფუძველი ეს ამბები უკვე არის საფუძვლები რომ თქვას რომ დემოკრატიის უკუსტო ამ ქვეყანაში არის აღარ ვლაპარაკობ იმაზე რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა რუსული კანონი თუ არა 98% რუსული კანონებისა მიიღო ამ ხელისუფლებამ რომლის წარმომადგენელიც არის მაკა ბოჭორიშვილი. უყურეთ რადიკალური ძალების წახალისება რომლების არჩევნებზე უარს ამბობენ ქართული ხალხის მხარდაჭერის მტკიცება და იმავდროულად ქართული ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება კანონის უზენაესობაზე საუბარი და აი ახლა სწორედ არჩევნების ნაწილზე შევჩერდები მაკა ბოჭორიშვილის ხელისუფლება აი მაკა ბოჭორიშვილის რომელიც ნამდვილად ბორშის გაკეთებით იქნება დაკავებული მაკა ბოჭორიშვილის ხელისუფლება კრძალავს არჩევნებს პოლიტიკას მოდი თქვენ ის ნებართვით ასე ვიტყვი არჩევნებს უკარგავს აზრს საარჩევნო პროცესს ვიდრე არჩევნებამდე ამბებს პერიოდს უკარგავს აზრს გეტყვით რითი მიიღო ათობით რუსული კანონი ეს უკვე ვახსენე აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში აქ შეტანილი მაკა ბოჭორიშვილის პარტიას აპირებს პარტიების აკრძალვას ემიგრაციას ჩამოართვა თუ ართმევს ხმის უფლებას პოლიტიკოსები ყავს საპატიმროში და დემოკრატიის წინსვლაზე უნდა ვილაპარაკოთ ამაზე ამ შემთხვევაში თუ დემოკრატიის უკუსვას შეეხება არჩევნებს მე კატეგორიულად არ ვეთანხმები პირველად ვამბობ ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები ყველა იმ მოსაზრებას რომლის რომელთა თანახმადაც არჩევნები ამ ქვეყანაში არ უნდა შედგეს არა ჩვენ ადრე თუ გვიან უფრო ადრე ვიდრე გვიანა მოკლედ რომელიღაც ეტაპზე ხელისუფლება უნდა შევცვალოთ სწორედ არჩევნების გზით ოღონდ აი ხა ეს ოღონდ რომ არ თქვა ეს კავშირი რომ არ ჩავსვა ამ წინადადებაში პრაქტიკულად წარმოუდგენელი ანუ აპრიორი თქმა იმისა რომ არჩევნებზე არ გავდივართ ჩემი მოსაზრებით არ შეიძლება მაგრამ არჩევნებს როგორც ასეც აზრი უნდა ჰქონდეს და იმისთვის რომ არჩევნებს აზრი ჰქონდეს ხა თქვენის ნებართვით გვარამიას პოსტში შევიჭყიტები იმიტომ კი არა გვარამიას ვეთანხმები ერთი ვეთანხმები ასაკვირველია ვეთანხმები მაგრამ ვიდრე ნიკა იტყოდა ამას თავისუფლებას მივცემ და არ მიწყენს თავად ვიდრე ნიკა ან ოპოზიცია იტყოდა ამას ერთხმად თუ სხვადასხვა დროს თითოეული მათგანი ან ბევრი მათგანი მანამდე თქვენს ნებართვით უკვე ასე მე ვამბობდი ნიკა გვარამია წერს და ყველა აბზაცის კომენტირებას გავაკეთებ ახლა ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლოს და ყველა მიმდინარე პოლიტიკური საქმე უნდა შეწყდეს. დიახ, არჩევნებს არ აქვს არანაირი აზრი ქართული ოცნების პირობებში თუ მაკა ბოჭორიშვილი თქვენ ლაპარაკობს არჩევნებში არ მონაწილეობენ არჩევნებში მონაწილეობენ პარტიები თუ მონაწილეობას მიიღებენ პარტიები თუ ყველა პოლიტიკური პარტია პატიმარი იქნება განთავისუფლებული და მიმდინარე პოლიტიკური საქმეები შეწყდება. გულისხმობ მათ შორის 4 ოქტომბერს დაკავებულებსაც ანუ ესე არ არის რომ ხა ისინი მოდი გაუშვათ ელენე რაღაცო ქრუაშვილი თუ ვინც არის პატიმრობაში სხვები და აი დავტოვოთ პაატა ბურჭულაძე ეგრე არ არის მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს ადმინისტრაციულ სამართალდამღვრად თუ შეიძლება იყოს ცნობილი პაატა ბურჭულაძის ბჭყალებში დაშაული პაატა ბურჭულაძის და სხვების მარტო პაატაზე რო არ ვილაპარაკოთ გადაკვალიფიცირდეს და ან შეწყდეს საერთოდაც საქმე მეორე ვეთანხმები ნიკას მეორე ქართული ოცნების მიღებული ყველა კანონი რომლითაც მიზანმიმართულად დაანგრია გამოქალაქო საზოგადოება კრიტიკული მედიისა და პოლიტიკური საარჩევნო სისტემის თავარი საყრდენები უპირობოდ უნდა გაუქმდეს დიახ ათეულობით კანონი პაპუაშვილი უნდა გადადგეს არჩეულ იყოს ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარედ პირობითად რიმა ბერიძე თუ ლადო კახაძე ასაკშია ბატონი ლადო განსაკუთრებით ლადო კახაძემ უნდა შეკრიბოს ეს ბანდიტები მის გარდა 88 პირი და თქვას რომ აი ეს კანონი 24-ში მიღებული 23-ში მიღებული 25-ში მიღებული 26-ში რასაც ვაპირებთ ან რაც უკვე მივიღეთ და ყველა კანონი რეპრესიულია ესენი გავუქმდა ერთი ხელის მოსპით ერთი ხელის აწევით ერთი ქალო ჭიჭინაძესთან უნდა მივიდეს უბრალოდ ვიღაცამ და უთხრას რომ ერთსულოვნება აუცილებელი და სათანადო ღილაკს დააჭიროს ამ უკანასკნელმა ხელი ან ნიკუშა შენგელაიას პაპას რო გაუკეთებს უთხრან რომ პაპა არ გაუკეთოს მაინც და მაინც იმხეს და არ დააგვიანოს სხდობათა დარბაზში მესამე კი უკაცრავად მეორე არ წამიკითხავს
ახო მეორე წავიკითხე. დაინიშნოს ახალი არჩევნები სამართლიანი და თანაბარი წესებით, კერძოდ საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტდეს სრულიად პარიტეტული პრინციპით. 20-24 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახული პარტიების თითო წარმომადგენლის შემადგენლობით, ამას მე არ ვეთანხმები, რომ 24 წელს ნიკას ფიქრობს, რომ მისმა პარტიამ გადალახა განა არა ბარიერი, მაგრამ იქნება სხვებმაც გადალახეს, რომლებმაც ვერ გადალახეს დე ფაქტო. დე იურე. ხო, ამიტომ მე 24 წელს მაინც და მაინც არ ვეთანხმები. საერთოდ სხვა სისტემით არის ჩამოსაყალიბებელი ეს ცენტრალური საარჩევნო კომისია. მეოთხე, ემიგრანტებს დაუბრუნდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და გაიხსნას ადეკვატური რაოდენობის საარჩევნო უბნები ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ვეთანხმები ამას, მე საერთოდაც ვიფიქრებდი თემაზე ელექტრონული იმეილით არჩევნები. რაღაცა სიმს რატო ბლოკჩეინებით არჩევნებში მონაწილეობა რატო არ შეიძლება პრინციპში. და საბოლოო ჯამში საშუალოზე მაღალი ხარისხის IT-შნიკთა ჯგუფი დაწერს საკმაოდ კარგ ჰაკერები რომ რუსი ჰაკერები რომ ვერ დაესხებიან და ვერ გატეხავენ ისეთ პროგრამას თუ აპლიკაციას თუ ასე შემდეგ და მეტნაკლებად როგორც რაღაც ის და მაინც იმ დღეს კი არა მთელი პროცესია ეს 5-6 თვით უნდა დაიწყოს ამაზე მუშაობა. სანდო კომისიასთან ერთად არჩევნები ჩატარდეს სანდო ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც გამორიცხავს ყოველგვარი манипуляციის შესაძლებლობა და სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს სახის ამოცნობის ვერიფიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებას. ესეც სწორი მოთხოვნა. გაიხსნა საარჩევნო სიები, ესეც სწორი მოთხოვნა. საარჩევნო სასამართლო დავები განიხილოს სპეციალურად ამ მიზნით შექმნილობა სასამართლო კოლეგიებმა. არ მიფიქრი ამაზე, ალბათ სწორი მოთხოვნა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნები ჩასატარებელია. ყველა პარტიის მონაწილეობით. ერთი პარტიას რომ აკლდებოდეს ქართული ოცნების ავადმყოფური მიზნების თუ პოლიტიკის შედეგად, ის არჩევნები ვერ ჩაითვლება და არც უნდა ჩაითვალოს სწორ არჩევნებად, სამართლიან არჩევნებად. ამიტომ ყველასთვის უნდა დამაკმაყოფილებელი იყოს დამაკმაყოფილებელი პირობები. ქართული ოცნება არჩევნებამდე უნდა დამარცხდეს. არჩევნებამდე დამარცხება ნიშნავს, რომ ქუჩაში არის იმდენი ხალხი, რომელიც იცავს საკუთარ ხმას, ეს შეიძლება გამაღლა თქვამია, მაგრამ იბრძვის იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მართლაც შეიცვალოს ხელისუფლება და პოლიტიკა შესაბამისად. და ასე შემდეგ. მოკლედ, მაკაია ბოჭორიშვილის მტკიცება, რომ არჩევნები არ უნდა რაღაც პოლიტიკურ ჯგუფებს და არც უნდათ ამ გზით სიარული, ეს არის ტყუილი ამბავი. ოღონდ უნდა იყოს არჩევნები სამართლიანი. 24 წლის არჩევნებზე თუ აკეთებს აქცენტს და აკეთებს ალბათ, მაკაია ბოჭორიშვილი, რომელიც კვლავ ვიმეორებ, რომ აი თან უნდა, თან სვეცკაობა უნდა, ბანძებთან უთხრება, თან ბანძებშია და სვეცკაობა არ გამოსდის. მაკაია ბოჭორიშვილი 24 წლის არჩევნებზე ლაპარაკობს, ნუ რა გითხრათ, რა უნდა უთხრა. მათ ყველამ შესანიშნავად იცის, რომ არჩევნები გაყალბდა მიუხედავად იმისა, რომ ამ დებილური პარტიების დამკვირვებლებმა თუ კომისიის წევრებმა ამა თუ იმ უბანში ეს ყველაფერი ფურცელზე ვერ დაიტანეს დებილური პარტიების მეთქი ასე მომზადებელი კარგი პარტიების უმრავლეს შემთხვევაში ვერ დაიტანეს ვერც ერთის ხა ნუ არ ჩავამასახელებინებ 4-ვე ეგრეთ წოდებულ ბარიერ გადალახოს ანუ საბოლოო ჯამში მომზადებული მათი მხრიდან არ იყო არჩევნები მაინც გაყალბდა ვერ და იგივე ტიპი ამ სახით დადიოდა 57 უბანში და 57 უბანში სამისთაზე და 57 ხმას ლაგოდეხის პირობთან ლაგოდეხის 8-ე საარჩევნო უბანში იყო მისული სხვადასხვა გვარ სახელით ერთი და იგივე როჟითა თუ სიფათით ისევ მაკაბოჭორიშვილს მიუბრუნდა მაკაბოჭორიშვილი ნახეთ რა საშინელებას ამბობს უკრაინელი ხალხის ტანჯვას რუსეთსაც ახსენებს ჩვენ სოლიდარული ვართ მაგრამ უკრაინის ხელისუფლებას არასდიდებით არ ახსენებს აი იმ უკრაინის ხელისუფლებას რომელმაც ხელი გადაუწოდა მის ნაჩალნიკ ირაკლი ყობახიძის ეს ერთი მეორე ათანაბრებს ძღინკიანი იმედის და ძღინკიანი პოზიტივისა და მესამე ვინ არის ძღინკიანი რუსთავიორის 6 თანამშრომლის არ შესვლას მოლდოვაში გადაღების უფლების აკრძალვას შეზღუდვას შესაბამისად უკრაინელი ხალხის და უკრაინული სახელმწიფოს ტრაგედიასთან ამაზე უფრო მეტი თვალთმაქცობა ამაზე უფრო მეტი საკვრობა ამაზე უფრო მეტი ქალს არ უნდა აკადრო ეს სიტყვა და არ ვაკადრებ აი კაცი რო იყოს მაკაბოჭორიშვილი მე გეტყვით ამაზე მეტი არამზადობა არა როგორ არა ბევრი სხვა არამზადობა წარმოსადგენია მაგრამ მაინც ახლა